ირმა ინაშვილია ჩვენი შემდეგი სტუმარი, მან დღეს გააკეთა საკმაოდ მწვავე განცხადება და რადიკალური ბრძოლის მეთოდები დაანონსა, თქვა რომ დაიწყებს აქციებს და დაიწყებს შიმშილობას. მადლობა ირმა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა პირველ რიგში სწორედ ამ თქვენი განცხადებით დავიწყო ჩვენი საუბარი. მითხარით თუ შეიძლება თქვენი გეგმების შესახებ, თქვენ აღმოჩნდით ამ დაანონსებულ ბრძოლის მეთოდებში ყველაზე რადიკალურები, პატრიოტები. რატომ აღმოჩნდა ესოდენ მიუღებელი თქვენთვის პირადად თქვენი გუნდისთვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები? დიდი მადლობა ინგა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მთელი 10 წლის მანძილზე ჩვენ ვიბრძოდით იმისათვის, რომ გავთავისუფლებულიყავით სააკაშვილის რეჟიმისაგან, დაგვეცვა ქართული დემოკრატია, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები, დაცული ყოფილიყო მრავალპარტიულობის სისტემა ქვეყანაში, ყველა პარტიას ჰქონოდა წინსვლის პროგრესის საშუალება, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს უზურპაციის მცდელობასთან. მე მარტივად მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა, რა არის ჩვენთვის მიუღებელი. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ჩვენ გვთავაზობენ, რომ არჩევნების შემდეგ დარჩენილი გადასანაწილებელი ხმები მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ქართულმა ოცნებამ. ეხლა, როდესაც რჩება გადასანაწილებელი ხმები, ძირითადად ეს არის ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული ხმები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი და ვერ აღმოჩნდნენ პარლამენტში. პრინციპში ეს ხმები არ ეკუთვნის ქართულ ოცნებას, თუნდაც წინა არჩევნებიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ ჩვენ გავიხსენებთ ალასანია ქართული ოცნების დაპირისპირებას, წინა საარჩევნო პოლიტიკურ დაპირისპირებას, შეგვიძლია მარტივი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ირაკლი ალასანიას პარტიის არც ერთი მხარდამჭერი ხმას არ მიცემდა ქართულ ოცნებას. და ამ ცვლილების თანახმად, თქვათ, ალასანიას პარტიის ხმები უნდა მიითვისოს რატომღაც ქართულმა ოცნებამ. აი, ამაში არის ზუსტად ჩადებული ის მზაკრობა, რომლის წინააღმდეგიც ჩვენ ვართ და მე უბრალოდ მიკვირს, აი, გულწრფელად მიკვირს ქართული ოცნების იმ ძველი ნამდვილი ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებისგან, რომლებიც დღეს გამოდიან ტელეეთერში და ამტკიცებენ, რომ ეს არის დემოკრატიული ცვლილებები. მე უბრალოდ მაინტერესებს. ეს არის დემოკრატიული ცვლილებები, დიახაც და არა ისე, როგორც ფიქრობს ოპოზიცია, რომ ავტორიტარიზმისკენ მიდის ქვეყანა ამ ცვლილებებით, ან ერთპარტიულობისკენ მიდის. ირმა, რატომ გაგიკვირდათ? მათ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვა, თქვენ ჟურნალისტი ხართ პროფესიით და თუ გადავხედავთ ერთად, ყველა ხელისუფლება ცხადია ცდილობს, რომ მისთვის უფრო მრავალწლიანი პოზიციები გაიმყაროს, მრავალი წლით, უფრო სწორედ. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იქნება ერთპარტიული დიქტატურისკენ, ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზა? რაც თავი მახსოვს ინგა მეც და თქვენს, ყველა პარტია ვიდრე მოვიდოდა ხელისუფლებაში, გვიმტკიცებდა, რომ ის არის ქართველი ხალხის ხმა, რომისთვის უპირველესია ქართველი ხალხის ინტერესი, მაგრამ სამწუხაროდ მოდიან ხელისუფლებაში და ცოტა ხანში ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად იგივე ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ მე ვარ სახელმწიფო. მე ვარ უკვე სახელმწიფოს ინტერესი და სინამდვილეში ისინი მათ კერძო პარტიულ პირად ინტერესს ასაღებენ სახელმწიფო ინტერესად. ეხლა ზუსტად ამ პრეცედენტთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც ამბობენ, ან ვინ მოიფიქრა ესეთი რამ, რომ მთლიანად გადასანაწილებელი ხმები მიიღოს მხოლოდ ქართულმა ოცნებამ. ან რა გამართლება აქვს ამას? პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ჩვენ სტაბილური უმრავლესობა გვჭირდება. ისინი აბსოლუტურად გამორიცხავენ ყოველგვარ პარტნიორობას სხვა პარტიასთან თუ პარტიებთან, სრულად გამორიცხავენ კოალიციური ურთიერთობის სისტემას, ფიქრობენ და გეგმავენ, რომ მარადიულად მხოლოდ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და მე მინდა, რომ სულ სხვაგვარად ვიაზროვნოთ ჩვენ. აი, მე რო ვიყო ხელისუფლებაში, მე გავათავისუფლებდი ამ სისტემას და არ ვიფიქრებდი იმაზე, რომ 30-50 წელი მარტო მე უნდა ვიყო ხელისუფლებაში. აი, ეს ცვლილებები, რომელიც არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, მათ აძლევთ ამ მრავალწლიანი მმართველობის ბერკეტებს ხელში. თქვენ თუ ხედავთ დემოკრატიულად არჩევნების მოგების შანსს ოპოზიციისთვის, ან შემდეგ არჩევნებზე ანგნებავთ იგივე 20-30 წლის შემდეგ. ანუ 2030 წლის უფრო სწორედ.
გამორიცხულია. მე მგონია, ინგა გულწრფელად გეუბნები, რომ ეს არის რაღაცა პროვოკაციული პროექტი, რომელიც შემოაგდეს უბრალოდ პარლამენტში, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მოყვეს რევოლუცია. მე არ ვიცი ვის ჭირდება ეს, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არა ვართ არანაირი რევოლუციების მომხრე და ეს დააზიანებს ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას, მაგრამ წარმოდგენილი ცვლილება პირდაპირ ყველა პარტიას ეუბნება, რომ შენ არა თუ არა გაქვს ეხლა გამარჯვების პერსპექტივა და შანსი, შენ ვერასდროს ვერ მოხვალ ხელისუფლებაში და ოპოზიციური პარტიის მიზანი რა არის? რომ ოდესმე მოვიდეს ის ხელისუფლებაში. ანუ ერთადერთი გზა თქვენი აზრით არის რევოლუციური გზა. ანუ ეხლა შეიძლება მე ძალიან ვაზვიადებ ამ წუთას არანაირი ამის მოცემულობა არ არის ქვეყანაში. ობიექტურად რომ ვთქვათ, მაგრამ თუ ქუჩიდან არ დაიწყება ბრძოლა, დემოკრატიული მეთოდებით ამ კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში გამორიცხულია არჩევნები მოუგოს ვინმე სახელისუფლებო გუნდს. გამორიცხულია, იმიტომ რომ თუ ვთქვათ დარჩა გადასანაწილებელი ხმების 20%, ამ 20%-ს მთლიანად იღებს ქართული ოცნება და ის უკვე ხდება სტაბილური უმრავლესობა. გესმით, თან გვეუბნევიან, რომ ხო გინდოდათ და გავაუქმებთ მაჟორიტარულ სისტემას, ჩვენც რისკის ქვეშ ვართ, აღარ გვექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ პრაქტიკულად უზურპაციის მცდელობას აქვს ადგილი, ხდება ხმების მითვისება, ხდება უზურპაცია ხელისუფლების, რაცაც ძალიან სარისკო შედეგების შესაძლოა მოხდეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის და მე სწორედ ამიტომ ვღელავ და ამიტომ განვიცდი ამ ყველაფერს. რითი უპირისპირდება პატრიოტთა ალიანსი? შეგიძლიათ მითხრათ, მე რამდენადაც ხვდები სახელისუფლებო გუნდი არ აპირებს ენის მოჩლექით ესაუბროს ოპოზიციას, მათ მიღებული აქვთ გადაწყვეტილება ესა კონსტიტუციო ცვლილებები რომ გაიტანონ. თქვენ დაანონსეთ აქციები, დაანონსეთ შიმშილობა. ფიქრობთ რომ ამ აქციები შეაკავებთ ხელისუფლებას? ჯერ ერთი ძალიან ცუდია, როდესაც შენ არ ახარ დიალოგში რაღაცა რბილი უფრო. ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ხარ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რომ ხარ, უფრო რბილი უნდა იყო ამ დისკუსიისას და არ უნდა იყო ესეთი ხისტი, რომ მარტო მე ვარ მართალი, მარტო მე ვარ შეუცდარი და გავა ის რაც მე მინდა. მაშინ ჩვენც გაჩვენებთ იმას, რაც ქართველ ხალხს უნდა და აი ესეთი დაპირისპირება ჩვენ არ მიგვიყვანს კარგ შედეგებამდე. ეხლა მე მინდა ვთქვა გადასანაწილებელი ხმების განაწილების რა გზებს ვხედავთ ჩვენ. პირველი ამბობე რომ აი ვარიანტებს არ ვთავაზობთ. ვთავაზობთ ვარიანტს გადასანაწილებელი ხმები თანაბრად განაწილდეს ყველა იმ პარტიაზე, რომელიც გადალახავს ბარიერს. თანაბრად განაწილდეს. ეხლა ის ვინც მეტი ხმის მომპოვებელია, შესაბამისად მაინც მეტ ხმას მიიღებს. ხო რის ეშინია მაშინ ქართულ ოცნებას? ყველაზე თანაბრად გადანაწილდეს ეს ხმები, რომელიც არც ქართულ ოცნებას ეკუთვნის თქვათ, არც მე მეკუთვნის და არის საერთო ოპოზიციური ხმები. მეორე, შესაძლოა საერთოდ უარი ვთქვათ ამ გადასანაწილებელი ხმების გადანაწილებაზე და შევთანხმდეთ იმაზე, რომ იქნება ცვალებადი დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში. არ იქნება 150 დეპუტატი და იქნება ვთქვათ 120 დეპუტატი. ირმა არ წამოვლენ ისინი როგორ ფიქრობთ, უფრო სწორედ წამოვლენ. თქვენ ბრძანდებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თქვენ უფრო მეტი ბერკეტი გაქვთ იმის გასარკვევად, მოდიან თუ არა ისინი ამ თქვენს მოთხოვნებზე. როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ თავად? წამოვათ ცვლილებებზე, აი თქვენს მიერ შეთავაზებულ რაიმე ცვლილებაზე ხელისუფლება. მე ყველას შევხვდი ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ბიძინა ივანიშვილსაც მქონდა არ შევხვედრივარ. სხვა შორის ბიძინა ივანიშვილი აღარ გინახავთ, რაც ვიცე-სპიკერი გახდით პარლამენტის. ის ძალიან წყალობის თვალით გიხურებდა თავის დროზე თქვენ და ამბობდა რომ უნდოდა რომ ეხილეთ სწორედ ქართულ პოლიტიკაში და ასეც მოხდა. მე დღეს როდესაც ჩავატარებ ბრიფინგი იქ მივმართე ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც და ვთქვი რომ ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმისათვის რომ სააკაშვილის რეჟიმი დასრულებულიყო ამ ქვეყანაში და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილმა იტვირთა დემოკრატიის გარანტორის როლი ამ ქვეყანაში. ამიტომ მე ველოდები ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეაქციას ამ პროცესებთან მიმართებაში. რა რეაქციას ელოდებით ირმა? თქვენ გჯერათ რომ მან არ იცის და უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ სხვა ოპოზიციური პარტია
პარტიებივით ფიქრობთ, რომ გუნდი ასრულებს შეიძლება მის გადაწყვეტილებას. მაგალითად, მარგველაშვილის თემიდან გამომდინარე, თუნდაც პრეზიდენტთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები. თქვენ ფიქრობთ, რომ ეხლა ექნება ივანიშვილის რეაქცია? მე უბრალოდ ველოდები, რომ ბიძინა ივანიშვილი აცნობიერებს ძალიან ღრმად რა პროცესთან შეიძლება მივიდეთ ჩვენ, რა კრიზისთან შეიძლება მივიდეთ ჩვენ. მე ველოდები, რომ ის შეკრებს ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ექნება მასთან საუბარი ამ თემაზე. მინიმუმ ამას ველოდები, ვინაიდან მან თავად იტვირთა დემოკრატიის გარანტორის როლი ამ ქვეყანაში. კარგი, ანუ თქვენ არ ურტყავთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ უპირისპირდებით ქართულ ოცნებას. გავიგო ეს ჟურნალისტური ენაზე. დიახ. პირდაპირ გეტყვით, რატო უნდა დავარტყა მე ბიძინა ივანიშვილს, აი ამ მოცემულ მომენტში, როდესაც მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა დაწერა თუ არა ეს პროექტი. მე ნამდვილად არ ვფიქრობ იმას, რომ ივანიშვილის დაწერილი ცვლილებებია შემოტანილი. ირმა, ელოდები სხვა რამეს ვფიქრობ და გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებასთან შერწყმული ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების თქვათ, ეგრეთ წოდებული რეფორმატორების ინიციატივა ეს, აი ამას ვფიქრობ მე და მინარიან, შეგიძლია ჩამომითვალოთ? ყოველთვის თამა მიიღავთ თქვენ ადრე განცხადებებში, რატომ არა? ეხლაც თამა მივარ, პარლამენტის დონეზე თუნდაც შეგიძლიათ ჩამომითვალოთ? არა, რატო? არ ვიქნები კორექტული, ძალიან თავისუფლად და მარტივად ხვდება ამას საზოგადოება. მე არ ამგონია, რომ ეკაბესელია ლევან გოგიჩაიშვილი, ბიძინა გეგიძე, როდესაც მარტო რჩებიან და ამ კანონპროექტზე მუშაობენ და ფიქრობენ, ხარს უჭერენ იმას, რომ გადასანაწილებელი ხმები ერთ პარტიას მიქონდეს მხოლოდ. არ ვფიქრობ ამას, რომ ეს ხალხი მხარს უჭერს აი ამას. და მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენი ქმედებები საპროტესტო აქციები ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. არავის არ უხარია გარეთ გასვლა, ჯერ მჯდომარე აქცია, გამაფრთხილებელ აქციას გეგმავთ მაისის ბოლოს, შიმშილობის აქცია მზადდება. ეს ყველაფერი დემოკრატიული პროტესტის ფორმებია, მაგრამ თვითონ უმრავლესობა გვაიძულებს ამას, რომ თქვენ ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, ჩვენი შემდეგი სტუმარი უკვე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი იქნება. თქვენ რამენაირად განიხილავთ ასეთ ვარიანტს, რომ ამ ცვლილებების მიღებამდე გადადგეს ქვეყნის პრეზიდენტი და ამ შემთხვევაში გარანტირებულად ვადამდელი არჩევნები, ვერ მოსწრებული საკონსტიტუციო ცვლილებები და ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ყავდეს? საერთოდ პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არაფრის არ გამორიცხავმე. ვიცით რა, რატომაც არ დაუჭერდი მხარს თუ ის გადადგავს ამ ნაბიჯს, რაშიც მე ეჭვმეპარება. მხარი დაუჭიროს პრეზიდენტმა რეფერენდუმის თემას, რომელიც ჩვენ წამოვწიეთ დღის წესრიგში. CSKO-ს მივმართეთ ჩვენ, რომ მივიღოთ სპეციალური ანკეტები რეფერენდუმის ჩასატარებლად, იმიტომ რომ პლებისციტსა და რეფერენდუმს შორის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა არის. რეფერენდუმი სამართლებრივი ძალა და პლებისციტი ეს არის უბრალოდ გამოკითხვა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა. და დაუჭიროს პრეზიდენტმა მხარი რეფერენდუმს, ჩვენ მაშინ აღარ დაგვჭირდება CSKO-სთან მიმართვა და 200,000 ხელმოწერის შეგროვება. მადლობა ირმა, წარმატებას გისურვებ, დიდი მადლობა რომ იყავი რეაქციის სტუმარი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რეკლამა მალე გაივლის, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით უკვე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერთან ერთად.